ადამიანები, დევნილი ადამიანები ამ ქვეყანაში თავს იწვავენ, შენობებიდან ხტებიან და თავს იკლავენ იმისთვის, რომ 15 წუთიანი ყურადღება. აი ეს დაიმსახურონ თუნდაც ახლა რასაც მე ვაკეთებ, რომ ვიღაცა მივიდეს და მათი ამბით დაინტერესდეს. ამ ქვეყანას ყავს მხოლოდ აფხაზეთიდან 300,000-ზე მეტი დევნილი, ჯამში 500,000-მდე დევნილი, სხვადასხვა თაობის და ეს ადამიანები ვითომ არც არსებობენ, ისევ აგრძელებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ეს უნდა დამთავრდეს, ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს, ჩვენი იგნორი დასრულებულია. ეს არის საკამარისი, ჩვენ საკამარისზე მეტი მსხვერპლი გავიღეთ. რამ განაპირობა ეს? რატომ მივიდა? რატომ მიიყვანეს ეს დევნილი იმ კონდიციამდე, რომ მას აი ესეთი უკიდურესი, რადიკალური ნაბიჯი გადაედგა? ყოველ წარმოუდგენელია და სამწუხაროდ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, მანამდეც მომხდარა ეს და სანამდე უნდა გაგრძელდეს. მერამდენად უნდა მოხდეს ეს. მანამდე თემქაზე მოხდა ზღვის დასახლებაში, როცა ადამიანი გადმოხდა მაღალსართულიანი კორპუსიდან, იმიტომ რომ თავის დროზე ესე ვთქვათ არავინ არ მიაქცია ყურადღება. რომ გადმოხდა, მერე უკვე საშველის დაადგა და გაიყვანეს იმ ავალული შენობიდან დანარჩენი დევნილები, მაგრამ იმას რა ეშველება, იმ გარდაცვალებას რა ეშველება, იმას ვინმე გააცოცხლებს, ზამირის ვინმე გააცოცხლებს. ამიტომ სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს კითხვა მაქვს უბრალოდ როგორც დევნილს რა, რომ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და მანამდეც მომხდარა მსგავსი. სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს. ეს არის ყველა დევნილის ტრაგედია. 33 წლის განმავლობაში დევნილები ვეძებთ სამართალს და სამწუხაროდ ვერ პოულობთ ამ სამართალს. სისტემა არის თავიდან ბოლომდე კორუმპირებული. ის უწყებები, რომლებიც დევნილებზე უნდა მუშაობდნენ, ფაქტიურად დისკრიმინაციას ეწევიან დევნილების. მათ არ ესმით დევნილების ხმა. თვითონ ფაქტი, რომ 33 წლის განმავლობაში ბინით უზრუნველყოფის საკითხი დგას დღემდე გადაუჭრელი, მიგვანიშნებს იმაზე, რომ სისტემა ძალიან ცუდად მუშაობს. დევნილთა ნამდვილყოფას გამოხატავს ის მძიმე სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. დევნილთა თითქმის ნახევარი საცხოვრებლით კვლავ არ არის დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მიერ შეერაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წლის თავზეც. დევნილების 84% შემოსავალი 1250 ლარზე ნაკლებია და ისინი ორმაგად განიცდიან უმუშევრობასა და დასაქმების პრობლემას. დევნილებს არ ყავთ რეალური წარმომადგენლები, თქვენ იცით, რომ 2018 წელს დევნილთა სამინისტრო გაუქმდა და აფხაზეთის დე-იურე მთავრობა სრულიად ინდიფერენტულია დევნილთა საკითხების მიმართ. ამიტომ ეკონომიკური და სოციალური სასოწარკვეთა და მოწყვლადობა, ისევე როგორც პოლიტიკური წარმომადგენლობის არარსებობა და ზოგადად განცდა, რომ დევნილთა ხმა არ ისმის ქართულ პოლიტიკაში, იწვევს დევნილების მხრიდან ისეთი რადიკალური პროტესტის გამოყენებას, როგორიც ჩვენ ვიხილეთ ამ შემთხვევაში.